გიგი უგულავა სასამართლო პროცესზე თბილსერვის ჯგუფის ყოფილი თანამშრომლები დაკითხეს. თბილსერვის ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, რომ სამსახურში არ დადიოდნენ და ხელფას 1300 ლარის ოდენობით იღებდნენ. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ბრალდების 3 მოწმე დაიკითხა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები ფიქტიურად დაასაქმეს. ისინი ხელფას თბილისის ბიუჯეტიდან იღებდნენ, რეალურად კი პარტიულ საქმიანობას ეწეოდნენ. გამოძიების მტკიცებით 2009 წლის 31 დეკემბერს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თბილსერვის ჯგუფის იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი უფროსის ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით ფორმალურად შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც 2 წლის განმავლობაში ფიქტიურად დასაქმდა ნაციონალური მოძრაობის 764 აქტივისტი. მათ ხელფასის სახით 5.255.945 ლარი დაერიცხათ. თბილსერვის ჯგუფის საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი კი დედაქალაქის მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ დაამტკიცა. დაადასტურეს, რომ მათ არავითარი კავშირი ნაციონალურ მოძრაობასთან არ გააჩნდათ, მათ არავითარი საქმიანობა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ არ განუხორციელებიათ და რომ მათი იქ დასაქმება ორის შემთხვევაში დაკავშირებული იყო მათ კარიერასთან ამავე საწარმოში მუშაობდნენ თანახმობით 2-3 წლის მანძილზე სანამ ამ თანამდებობაზე დაინიშნებოდნენ. მესამემ კი დაადასტურა, რომ ტარიელ ხიზანიშვილმა იმისათვის, რომ მას სამკურნალო სახსრები ქონოდა, დაასაქმა ამ ორგანიზაციაში. არათუ ვერ თქვეს საერთოდ გასაკეთებდნენ ამ განყოფილებაში, წარმოდგენაც კი არა განყოფილების ფუნქცია მოვალეობის შესაბამისად და კიდევ ერთხელ მათ მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ განყოფილების შექმნა ემსახურებოდა მხოლოდ პარტიულ მიზნებს და არა თბილსერვის ჯგუფის საქმიანობის გაუმჯობესებას.